რასაიდუმლო სინახავს ვანი, გამორჩეული, მისტიური ადგილი. აქ წვიმაც და ქარიც ახალი აღმოჩენის მაუწყებელი. მიწის ქვეშ მოქცეულ ჩვენს წარსულს დღის შუქი ეფინება და ჩვენი ისტორიაც იწერება. 1969 წელს ვანის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მორიგ მდიდრულ სამარხს მიაკვლია, რომლის აღმოჩენის პერიოდს ასე იგონებს არქეოლოგი, მეცნიერი, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ბატონი ოთარ ლორთქიფანიძე. დილიდანვე ძლიერი ქარი ამოვარდა, ეს უკვე მერამდენედ ასეთ საპასუხისმგებლო დღეებში. საერთოდ საოცარია პირდაპირ, თითქმის ყოველთვის, როდესაც ნაქალაქარზე რაიმე განსაკუთრებული ჩნდება, ან კოკისპირული წვიმა იწყება, ან კიდევ ძლიერი ქარი ამოიჭრება. ამჯერად ეს ბუნების თითქოს უკანასკნელი წინააღმდეგობა იყო. ამის შემდეგ მთელი 2 კვირის მანძილზე ნათელი, მზიანი დღეები იდგა. ისევ აფორიაქდა ექსპედიცია, ისევ ახმაურდა ტელეფონი. ქვეყანამ შეიტყო კიდევ ერთი დიდებული აღმოჩენის შესახებ. ნაქალაქარზე მიკვლეულ იქნა რიგით მე-11 სამარხი, რომელიც ვანში გათხრილი სამარხებიდან ყველაზე ადრეულია. ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის შუახანებით თარიღდება და დღეს ცნობილია წარჩინებული კოლხი ქალის სამარხის სახელით. აღმოჩენილი მდიდრული სამარხეული ინვენტარი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ძველი კოლხეთის კონტაქტების შესახებ გარე სამყაროსთან, დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებთან. მდიდრულ სამარხებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა მე-11 და მე-6 სამარხები. წარჩინებული კოლხი ქალის სამარხის ისტორია ასეთია. კლდოვან დედაქანში ამოკვეთილ სწორკუთხა ორმოში ჩადგმული იყო ხის კონსტრუქცია, სარკოფაგი, რომლისგანაც მხოლოდ რკინის ლურსმნები შემორჩა. სამარხში 4 ადამიანის და 1 ცხენის ნაშთი დადასტურდა. დაკრძალულ 4 მიცვალებულს შორის გამოიკვეთა ეგრეთ წოდებული მთავარი მიცვალებული, ქალი, რომელიც გასაოცარი ბრწყინვალებით იყო დაკრძალული. მას მეტად მდიდრული ინვენტარი ჰქონდა ჩატანებული. ოქროს ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოს, მინის, კერამიკის, ვერცხლის ჭურჭელი. მისთვის იმ ქვეყნად სულსაცანოვაგეც გაუტანებიათ. დანარჩენი 3 ქალი მთავარ მიცვალებულთან შედარებით ღარიბულად იყვნენ მორთული. სამარხში აღმოჩენილ ინვენტარს შორის ძალიან საინტერესოა კოლხური ოქროს სამკაული. როგორც ცნობილია, სამკაულისადმი ინტერესი კაცობრიობის ისტორიის შორეული დროიდან დასტურდება. მის ევოლუციაში დიდი როლი ითამაშა ლითონის ათვისება. გამორჩეული ადგილი ოქროს სამკაულმა დაიმკვიდრა, რაც განპირობებული იყო ოქროს, როგორც ლითონის თვისებებით. ოქროს სამკაულმა ხატრულ ესთეტიკურ და რელიგიურ რიტუალურ ფუნქციასთან ერთად შეიძინა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. მისი მნიშვნელობა არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებებით განისაზღვრება, არამედ ერთ-ერთი საინტერესო წყარო ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა ასპექტის შესწავლისათვის. ოქროს სამკაულს შორის მეტად თავისებურ და საინტერესო ჯგუფს ქმნის ოქროს საყურე სასაფეთქლეები, მზის პირდაპირი განსახიერება. წარჩინებული კოლხი ქალის სამარხეულ ინვენტარში ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოს გამოსახულებიანი, ცვარათი უხვად შედგენილი საკიდებისგან შედგენილ ყელსაბამს. რკო-საკიდებით შემკული ყელსაბამი თაებასთან გატოლებულ სტატუსებს მიანიშნებს. ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის სამარხებში მთავარი მიცვალებულის სამკაულის კომპლექტში ოქროს გარდა სხვა მასალის სახით
ქარვა და სარდიონი დასტურდება. ეს არჩევანი იმითაცაა განპირობებული, რომ ქარვა სწორედ მზესა და ოქროს უკავშირდება. ოქროს ნაკეთობების, დიადემის, სხივანასაყურეების და ასევე სხვა დიდრული სამარხეული ინვენტარის ჩატანება სამარხში მოწმობს, რომ განსაკუთრებული სოციალური სტატუსის მქონე პირი, ასევე უმაღლესი ქურუმი შეიძლება ყოფილიყო. კოლხური ოქროს სამკაული, რომელიც მისთვის საგანგებოდ დაუმზადებიათ ასახავს ოქროსადმი, მზის ლითონისადმი დამოკიდებულებას კოლხეთში, იმ ქვეყანაში, სადაც ჰელიოსის მზის ღმერთის ვაჟი აიეტი მეფობდა. ვანზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც შორეულ ინდოეთს დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებდა. კოლხეთი, რომ უძველესი ცივილიზაციების შეხვედრის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა, რომ ჩვენი ქვეყანა თავიდანვე იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ამავდროულად ძალიან ინდივიდუალური კულტურის მატარებელი, ამას ამყარებს ვანის დიდარი კულტურული მემკვიდრეობა.